ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი ერთ-ერთი დაღუპულის ოჯახს მიმართავს. გიად გებუაძე მეტსახელად მასტერა რომან სურმანიძის ოჯახს ბოდიშს უხდის, რომ 10 წლის წინ სურმანიძისა და მისი მეგობრების სიცოცხლის დაცვა ვერ შეძლო. გებუაძე ამბობს, რომ სპეცოპერაციის შემდეგ არაერთხელ უფიქრია თუ რისი გაკეთება შეეძლო ტრაგიკული შედეგების თავიდან ასაცილებლად, თუმცა მას ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ აქვს. გებუაძე სურმანიძების ოჯახის მოუწოდებს ნაჩქარევი დასკვნები არ გააკეთონ და სასამართლოს ხდომებს ყურადღებით მიადევნონ თვალი. დღევანდელ პროცესზე სპეცოპერაციის დროს მოკლული რომან სურმანიძის მამა დაკითხეს, რომელმაც შვილის უდანაშაულობაზე ისაუბრა. პოლიციის ფორმაში გადაცმული კაცი კი იყო, მაგრამ პოლიციას არ გავდა, იმიტომ რომ მე შემზევარი საკმაოდ ჰქონდა. რა მოხდა მე თქვა და ურთიერთ ორთასროლის შედეგათო სპეცოპერაცია მოხდაო და დაიღუპენო სამი ახალგაზრდა დაიღუპენო. გამოხატო ჩემი მწუხარება. გამოხატო ჩემი სინანული როგორც პოლიციელის რომ ვერ მოახერხეთ პოლიციის უმთავრესი მოვალეობის შესრულება, რაც გამოიხატება ადამიანის სიცოცხლესა და მისი უსაფრთხოების დაცვაში.